მოგესალმებით ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევაზე ადიქციებზე ამავე ეთერის ფარგლებში გვისაუბრია არაერთ გზის. თუმცა დღეს ჩვენი ფოკუსი მიმართულია რესოციალიზაციის ნაწილზე. რა ხდება მას შემდეგ, როდესაც თავს ვაღწევთ დამოკიდებულებებს. გადაცემა საინტერესო სტუმარი ყავს თემო ქაჯაია. მოგესალმებით ბატონო თემო. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგზავნით. მადლობა თქვენ პირიქით მოწვევისთვის და ამ თემის ესე ფართოდ გაშლისთვის და ინტერესებისთვის უღრმესი მადლობა. პირიქით ყოველთვის მზადოთ ვისაუბროთ სოციალურად აქტიური თემატიკის ირგვლივ და ძალიან დიდი მადლობა საწყისშივე ღია საუბრისთვის, მზაობისთვის, რომ იყოთ კულტურფელი. რამდენად მარტივია საქართველოში რესოციალიზაციის გზა? უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ აღიარებით. დარწმუნებული ვარ, ეს არის უდიდესი ბარიერი სტიგმებით სავსე საზოგადოებაში და როგორია მას შემდეგ გზა, მიმღებლობა, დამოკიდებულებები, როცა გავიარეთ რაღაც საფეხური და მივაღწიეთ შედეგს. კარგით, ძალიან საინტერესო კითხვა არის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თქვენ თვითონ ახსენეთ, აღიარება, რა თქმა უნდა, აღიარების გარეშე ფიზიკურად გამოჯანმრთელების პროცესი ვერ დაიწყება და ერთ-ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯი თვითონ პრობლემის მქონე ადამიანის არის ის, რომ აღიაროს პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ მას აქვს პრობლემა, სჭირდება დახმარება და დახმარებას როცა ითხოვს, რომ მიიღოს ეს დახმარება, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირად პრობლემის მქონე ადამიანი ითხოვს დახმარებას, მაგრამ აქვს თავისი წესები, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ არ მუშაობს. და სასურველია, რომ ენდოს იმ სპეციალისტების გუნდს, ვისთანაც არის მისული, ხალხს, რომელსაც უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბატონო თემო, ჩაგეკითხებით დახმარებას ფსიქოემოციური თანადგომის ნაწილში იგულისხმება თუ კომპლექსურად აქ მოიაზრება ნებისმიერი საჭირო გამოვლინება დახმარების. კი ბატონო, ნახეთ, პირველ რიგში ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა. ეს ახლა ნახეთ, დამოკიდებულებას აქვს უამრავი გამოვლინება, სიმპტომები. ჩვენ მაგალითად სიღრმისეულად მუშაობთ თვითონ დამოკიდებულებაზე და არა უკვე გამოვლენილ სიმპტომს. აქ იქნება სუბსტანციები, ადამიანებზე მიმრჯაჭვულობა, ჭამაზე, სექსზე, ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს, ათასობით გამოვლინება აქვს ზოგადად დამოკიდებულებას. ადამიანს პირველ რიგში თვითონ რაც უქმნის პრობლემას, რომ მისი ცხოვრება ხდება უმართავი. ის რომ მაგალითად სუბსტანციებზე გაგვეზარდა დოზები, უკვე უკონტროლო ხდება მოხმარება, ეს ნათელია და ამას ვერსად ვერ გაურბის ხო ადამიანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს დაავადება არ ტოვებს ცხოვრების არც ერთ სფეროს, რასაც არ დააზიანებს და არ წაშლის. ეს იქნება ოჯახში ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, ფიზიკური მხარე. ჩვენ ზოგადად დამოკიდებულება დაავადებას მოვიაზრებთ 4 კომპონენტია, ეს არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მხარე. და ეს 4 კომპონენტი სასურველია, რომ ერთ სივრცეში და ერთ დროში მოწესრიგდეს, რომ ადამიანი გავიდეს სრულფასოვან შედეგზე. ამიტომ მთავარი და პირველი ნაბიჯი არის, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ მისი ცხოვრება გახდა უმართავი. და შემდეგ უკვე აქ ერთი მიმართულებით ესეთი რაღაცა ფორმულა არ არსებობს ყველასთვის ერთი და იგივე, რომ რაღაცა ფორმულა მივაწოდოთ ადამიანებს და გავიდნენ სრულფასოვან შედეგზე. ყველა ადამიანი მოგეხსენებათ არის ცალკე ინდივიდი და მისი საჭიროებიდან გამომდინარე უკვე ერთვებიან შესაბამისი სპეციალისტები, ადიქციის მიმართულებით, დამოკიდებულების ფსიქოლოგები, თერაპიები, ჯგუფური შეხვედრები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ინდივიდუალურად მუშაობასთან შედარებით ბევრად მაღალი პროცენტულობა აქვს ჯგუფურად მუშაობას. შედეგის თვალსაზრისით. შედეგის თვალსაზრისით იმ უსაფრთხო გარემოში, სადაც ადამიანი ხედავს, რომ მარტო თვითონ არ ყოფილა თურმე ამ პრობლემის წინაშე, არიან მასთან ერთად ხალხი, ვისაც იდენტური პრობლემები აქვს, უბრალოდ ლოკაციებია შეცვლილი, ზოგი საცხოვრობს, ზოგი საათო. პრობლემა ყველას ერთი და იგივე. და სადაც უკვე ჩდება ის განცდა, რომ მე მარტო არა ვარ. აღიარების გამარტივებაც ახლავს ალბათ კოლექტიურობას ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, ყველაზე წამყვანი არის იქ, რომ ადამიანს უჩდება იმის განცდა, რომ მიიღებენ ისეც, როგორიც ვარ, მისმენენ და თურმე ჩემი პრობლემა არ ყოფილა მარტო ეს რაღაცა ცალკე ამოგლეჯილი და არის სპიკერული შეხვედრები, სადაც ცოცხალი ადამიანები მოდიან, აზიარებენ გამოცდილებას და ჩვენ როგონია, რომ ჩვენი პრობლემა არის რაღაცა ისეთი რომელიც მსგავსი სამყაროში არ არსებობს, შეიძლება იქ ჩვენი პრობლემა ზღვაში წვეთათაც კი მოგვეჩვენოს და ჩვენი თვალით რო ხედავთ ადამიანებს რეალურად შედეგზე გასულებს მარტო ფხიზლები არ არიან.
არიან პროდუქტიულები, სოციუმს დაუბრუნდნენ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ძალიან ხშირად საუბრობენ ფსიქოლოგები იმ ნაწილზე, რომ ხანგრძლივი ვადით შეინარჩუნება შედეგის არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ურთულესი ძბუნებრივია. რამდენად ხშირია სოციალური მოდელი, რაზეც შენდება სანდოობა უკვე იმ ადამიანების, ვინც დღეს დგამს პირველ ნაბიჯებს. კი ბატონო. ნახეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაავადება არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. სიტყვა გამოჯამთელი და ამას სპეციალისტები ჩვენ არ ვხმარობთ. გამოჯამთელებაში ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე შესაძლებელია. ის რომ მაგალითად გავიარეთ კურსი და პირობითად ვისწავლეთ ნივთიერების კონტროლი, ესეთი რაღაცა, სადაც გამოვლენილია ადიქცია არ არსებობს. პირობითად ალკოჰოლი იქნება, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები და კიდევ უამრავი გამოვლენება, ადამიანს ის მექანიზმი, ადამიანი რომელიც მოიხმარს ამა თუ იმ სუბსტანციას, ესე უხეშად რო ვთქვათ, გაცვეთილი აქვს ეს კონტროლის მექანიზმი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. თავის თავთან მუშაობით ადამიანი მიდის იმ შედეგებამდე, ერთ დროს რისთვისაც ჭირდებოდა მაგალითად ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ასე თუ ის გაქცევის საშუალებები, ამ გაქცევის საშუალებების გარეშე სწავლობს სოციუმთან ურთიერთობას, რომ არ იყოს რაღაცა გარიყული, დანაკლისი არ ქონდეს, შინაგანი თვითშეფასება, რომელიც ძალიან დაბლად აქვს პრობლემის მქონე ადამიანს, ამ ყველაფერზე მუშაობს თავის ხასიათის დეფექტებზე და აღარ ჭირდება მერე უბრალოდ მოხმარება იმისთვის, რომ იყოს პროდუქტიული, აიღოს თავის თავზე პასუხისგებლობა მის ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. ადამიანი, პრობლემის მქონე ადამიანი ძირითადად გაურბის მოხმარებას, იმიტომ რომ თავის თავზე არ აქვს იმის რესურსი, რომ პასუხისგებლობა აიღოს სრულფასოვნად. ეს დეტალებში რო ჩავიდეთ და სიღრმეებში ჩავშალოთ, ხმა ბავშვობიდან მოდის, როცა ჩვენს მაგივრად აკეთებდნენ მაგალითად ჩვენი მშობლები რაღაცეებს, ყოველთვის ქართულ რეალობას და ქართულ საზოგადოებას თუ გადავხედავთ, რაღაცა ოჯახმა იცის, რა უნდა ჭამოს, რა უნდა დალიოს, ვინ უნდა შეიყვაროს, ვინ უნდა გამოვიდეს და მის მაგივრად ვაკეთებთ. ელემენტარულს ეს მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ ეს არის წინაპირობა მანქანის გამოცდილებისა. კი, მრავალწლიანი გამოცდილება და არაერთი კვლევა საუბრობს ამაზე, რომ ძირითადი პროგრამები ადამიანში 0 წლიდან 7 წლამდე ყალიბდება. ის პროგრამები, ესე მარტივად რო ვთქვათ, მე ვარ თუ არა ბედნიერების ღირსი. ზოგადად დამოკიდებული ადამიანი გულის სიღრმეში ყველა პრობლემის მქონე ადამიანი განიცდის უპირობო სიყვარულის ტოტალურ დეფიციტს და ძალიან დიდ სიცარიელეს, მერე როდესაც მოიხმარს ამა თუ იმ სუბსტანციას, ზუსტად იმ სიცარიელეს ავსებს და აღუჩევს, რა თქმა უნდა, ეს ილუზორულად და ამიტომ ხდება მერე ფსიქოემოციური ბმა და მიჯაჭვულობა და ვითარდება დროთა განმავლობაში უკვე ადიქცია. აი ხშირად ამბობენ, ჩვენ მოგვართავენ, საიდან ყალიბდება დამოკიდებულება, არის თუ არა ეს გენეტიკური ფაქტორი, არის თუ არა ოჯახში. რა თქმა უნდა, ყველას აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში იყო თუ არა ჰარმონიული მდგომარეობა. თქვენ წეგან ახსენეთ ჰიპერმზრუნველობა, ესეც რა თქმა უნდა კატასტროფულ შედეგს დებს, ნაკლები ზრუნვა, ზედმეტი ზრუნვა. ეს ორივე ერთი და იგივე დონეზე აზიანებს ბავშვს და რა თქმა უნდა სასურველია რომ თვითონ ოჯახში იყოს ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორებს შორის და ბავშვი ავტომატურად დააკოპირებს. ძალიან რთულია ეს ბალანსი იმ ფორმატის ერში, როგორცაც ჩვენ წარმოვადგენთ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, ზოგადად ეს ბავშვთა ფსიქოლოგების განხრა არის, რაც ნათელია და ამასაც არაერთი კვლევა ადასტურებს აკრძალვები და ბავშვობიდან მაგალითად რომ ვეუბნებით და სულ ესე უჩიჩინებთ რაღაც ეს სიტყვა რომ გამოვიყენოთ, რომ აი ნარკოტიკი ცუდია, ალკოჰოლი ცუდია, სულ ამაზე რომ აპელირებთ. ამას ამ ფორმას ჯობია მაგალითად დავახვედროთ მეორე ფორმა პირიქით ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწიოთ პროპაგანდა ჩვენ თვითონ მივცეთ და ვიყოთ ცოცხალი მაგალითები როგორია ჰარმონიული ურთიერთობა როგორია მაგალითად ძილის ჰიგიენა კვების ჰიგიენა ჯანსაღი საზღვრები სოციუმთან ურთიერთობა და არა ის ფორმატი რომ ნარკოტიკი კლავს იმას ნახე რა დაემართა აკრძალული ხილის მექანიზმია ხო ასე რომ ჯობია პირველ რიგში სანამ სხვას მიუთითებთ პირველ რიგში ჩვენი მხარე შევცვალოთ და ჩვენ ვიყოთ ცოცხალი მაგალითები ამ ადამიანების როგორ შეიძლება დასრულთა სამყაროში ადამიანმა ჯანსაღი საზღვრებით საკუთარ თავთან ჰარმონიით ოჯახში ჰარმონიით შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრება
დიახ, თუმცა ჩვენი რითმი ცხოვრების ბადებს ადიქციების ახალ მიმართულებას განსაკუთრებით გამოხატულია კიბერდამოკიდებულებების ნაწილში და ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში სწორედ მომავალი თაობა, რომელიც აქტიური მიჯაჭვულობით გამოირჩევა იგივე სოციალური ქსელების თუ გაჯეტების მიმართულებით, ამაზე ოდნავ მოგვიარებით. რა ბარიერს აწყდება ინდივიდი, როდესაც რესოციალიზაციის გზას იწყებს. რესოციალიზაცია ჩვენ დღევანდელი საუბრის უმთავრეს წერტილია შესაბამისად, სად არის მთავარი გამოწვევა? დასაქმების ფაქტორში, მიკროსოციუმის მიმღებლობის ნაწილში, სად იკვეთება გამოკვეთილი მნიშვნელობის საჭიროება, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, რაც მთავარია, უნდა ვისაუბროთ საზოგადოების შემეცნების ნაწილზეც, იმიტომ რომ ტერმინთან განმარტებაც კი ძალიან ცუდად ესმის ჩვენ საზოგადოებას და ტერმინის უკან ბუნებრივად დგას არსი და შინაარსი. ვისაუბროთ ამ ნაწილზე. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირადად ჩემი დაკვირვებით, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით სამწუხაროდ ქონია ძალიან ბევრი ისეთი შედეგი, რაღაცა გულანთებული ბიჭები, რომელმაც რაღაცა პირველი ეტაპი გადალახეს და ამ ყველაფრის სოციუმში გადატანა ვერ მოახერხეს და თქვენ ახსენეთ და ძალიან ბევრს აქვს პირობითად საბუთების პრობლემა, მათთვის მოწმობის აკრძალვა, დასაქმების პრობლემა, ანუ რეალიზაციის, რომ ეს ყველაფერი რაც აიღეს, რომ გადაიტანონ სოციუმში, თუნდაც ის, რომ რაღაცა მიკერებული აქვს სტიგმები, რომ ყოფილი მომხმარებელი არ არსებობს, ყველა ეჭვის თვალით უყურებს, ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქოემოციური მხარდაჭერა და ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიძახით ის პროცესი, რომ ადამიანმა ფიზიკურ სისუფთავეს მიაღწია და ამით ყველაფერი დასრულდა. მთელი პროცესი მერე ირთვება და მერე ჭირდება, რა თქმა უნდა, ამას და სასურველი იქნება, რომ ამაში იყოს ჩართული ჯანდაცვა, იყოს სამინისტროები ჩართული, იყოს კერძო სექტორი, იყოს ფსიქოლოგები, ანუ მრავალი მიმართულებით ჭირდება ამ ხალხს სახელმწიფოც ბუნებრივია, მე არასოდეს არ გაურბივარ იმ პასუხისგებლობას, რომელიც მათი წილია ვახსენო ეთერში, ეს არის აუცილებელი სახელმწიფოს რუნავდეს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების პროცესზე, ეს არის ალბათ თუ კი ეს პოლიტიკა იქნება უპირობო, მე ვფიქრობ, რომ შედეგებიც იქნება შესაბამისი. მაპატიეთ შავერცე ბოდიშ გირთით. არა უშავს, თუ თანხმდებით, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, როგორც ნებისმიერი დაავადება, ქრონიკული, მათ შორის და პროგრესირებადი დაავადება, თავისით არ ლაგდება. ამ მდგომარეობიდან ადამიანს თვითონ მარტო ძალიან უჭირს გამოსვლა, თუ მას არ ყავს მხარდამჭერი მრგოლი. თუნდაც პირველი დავიწყოთ, პირველი ნაბიჯები გადააქვთ ოჯახში, ხო? ზოგადად როცა პროცესში ერთვება ადამიანი სასურველია, რომ ოჯახის წევრები და ის მხარდამჭერი რგოლი იყოს ჩართული ამ პროცესებში და ჩვენ შევცვალოთ მიდგომა ამ ადამიანებთან. ხშირად გვხვდება ესეთი სურათი, რომ თავიდან პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, ახლობლებს აქვთ ეიფორია, უხარიათ, რომ ადამიანი გამოფხიზნა, მაგრამ გამოცდილება და მრავალწლიანი დაკვირვებები და არაერთი კვლევა გადასტურებს, თუ ოჯახის წევრებიც არ არიან გათვითცნობიერებული, რასთან აქვს საქმე და არ აქვს ესეთი შეხედულება, რომ უბრალოდ ამას დედა არ უყვარს, ნებისყოფა არ აქვს და ასე შემდეგ, მაპროვოცირებელებიც კი ხდებიან, რომ ადამიანი დაუბრუნდეს მოხმარებას. ჩვენთან როცა დახურულ ცენტრში მიდის ადამიანი და იწყებს თავის თავზე მუშაობას, ავტომატურად პარალელურ რეჟიმში ჩვენ თავაზობთ ოჯახის წევრებს დამატებითი ხარჯების გარეშე, მათთან მუშაობენ სპეციალისტები, რომ წეგან როგორც თქვი, რომ მათი თანაცხოვრება მერე გახდეს ბევრად ჰარმონიული. თუმცა სტიგმის გათვალისწინებით ალბათ ძალიან რთულია მუშაობა ამ ჯგუფთან. რა თქმა უნდა. აი როგორც პრობლემის მქონე ადამიანს უჭირს აღიარება, რომ მას პრობლემა აქვს და დახმარება ჭირდება. ბევრად რთულად გვხდება ხოლმე, მაგალითად დედები, მეუღლეები, რომ მე რა პრობლემა მაქვს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენი ერთადერთი პრობლემა არის ეს ადამიანი გამოფხიზდეს და ჩვენი ცხოვრება იქნება ჰარმონიული. და ეს სცენარი ძალიან ბევრჯერ შეხვედრია ესეთი სურათი, როცა იწყებს პირი თვითონ გამოჯამრთელების პროცესზე საკმაოდ კარგად გადის რეაბილიტაციის პროცესს, გადის რამოდენიმე თვე და თვითონ ოჯახის წევრები მოდიან და მეკითხებით ქალბატონო როგორ ხარ? ძალიან ცუდად. რატომ მოიხმარს ეს ადამიანი რაღაცა ფული ქრება სახლიდან, რამეს ისიც აკეთებს? არა. უბრალოდ ეხლა ამას გამოეცალა ის საკონტროლებელი ობიექტი, ესე რომ ვთქვათ, და თვითონ ვეღარ იკვებება სხვისი ემოციებით. აქ რეალურად დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება რო ჩავშალოთ, მექანიზმი ერთი და იგივეა ჩართული. პირველი უნიშნელოვანესი, რასაც გამოყოფდი, ეს არის კონტროლის ილუზია. როგორც პრობლემის მქონე ადამიანს აქვს ილუზია, რომ გააკონტროლებს მოხმარებას და ვერასოდეს ვერ აკონტროლებს,
თვითონ ოჯახის წევრებს აქვთ ილუზია, რომ გააკონტროლებენ ამ ადამიანს და ვერც ესენი ვერასოდეს ვერ გააკონტროლებენ. შინაგანად ორივე ადამიანი განიცდის ძალიან დიდ სიცარიელეს, ტკივილს და აქ უბრალოდ ისრების გადატანა ხდება ობიექტს. ესმის, თუმცა ამდენად მწვავე არ მქონდა წარმოდგენილი ეს ნაწილი, როგორც თანხლები პროცესი. ამას ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით და ძალიან უჭირთ აღიარება იმის, რომ მაგალითად მე 45 წელი ვს დიდით შემშulis და თურმე არასწორად გამიზდია. ძალიან აი ჰიპერზრუნვაზე რაც თქვით, თითქმის ყოველდღიურად ვეჩეხებით ესეთ სიტუაციას, პირველ რიგში მოდიან დედები და ეს სიტუაციას რო გაგვაცნობენ, აი ახლა ბავშვი უნდა მოვიყვანო, ხვალე ჩაწერილი მყავს კონსულტაციაზე, გვიხსნის მდგომარეობას ეს ჩვენი თვალით დანახული რაც არის, ეს ბავშვი აღმოჩნდება 45 წლის დასრული მამაკაცი. და მაგალითად დახურულ ცენტრში როცა მიდიან, აბა საჭმელი მიირთვა, ფრჩხილები დაიჭრა, იბანავა, ანუ ზუსტად ესენი არის ჩვენი ფსიქოლოგიური ნარკოტიკები, რისი გაშვებას უჭირს თანადამოკიდებულ ადამიანს. როგორც პრობლემის მქონე ადამიანს უჭირს გაშვება ხელის სუბსტანციაზე, ესე უჭირს ამას გადაუჭრელ ჭიპლარსაც ეძახიან, ხო, ფსიქოლოგია. ბატონ თემურ, საზოგადოება ეძებს დამნაშავეს, თუ ეძებს გამოსავალს, გზებს? ძალიან კარგი კითხვაა და ხაზგასმით ვიტყვით, დამნაშავე არავინ არ არის. მით უმეტეს მშობელი ვერ იქნება დამნაშავე, რა თქმა უნდა, მეც მყავს შვილი და თითეული ჩვენთაგანი თავხდებით, ვისაც შვილი ყავს, რომ გვინდა საუკეთესო ჩვენი შვილისთვის. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს. გამოსავალი არის თითეულმა ჩვენთაგანმა ავიღოთ ჩვენ თავზე, ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისგებლობა და ვეცადოთ, რომ ჩვენი თავის უკეთესი ვერსია შევქმნათ. თუ გვინდა ვინმეს დავეხმაროთ, ვინმე თუ გვინდა იყოს ბედნიერი, ამისთვის არსებობს მარტივი ფორმულა. პირველ რიგში ჩვენ მოვიპოვოთ ბედნიერება, რადგან ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელსაც ვერ ვიყიდით, ვერც პარტნიორი ვერ მოგცემს, ვერც მეგობარი და ვერც თანამშრომელი. და ჩვენ ვიყოთ ცოცხალი მაგალითები იმ ხალხის, როგორია მაგალითად ბედნიერი ადამიანი. ამიტომ თუ გვინდა რომ ვინმე და ზოგადად ფართო მასებში სულიერი სიმშვიდე, განვითარება, პიროვნულის და ასე შემდეგ ეს ტერმინები ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ყოველთვის ვიძახი ხოლმე აქ განათლება არაფერ შუაში არ არის და მაგალითად მოხმარება არ არის განათლების დეფიციტი და მარტო ნებისყოფის დეფიციტი. სხვათა შორის დამოკიდებულ ადამიანს ძალიან დიდი ნებისყოფა აქვს. და მან თუ გადაწყვიტა პირობითად მოხმარება, მისთვის ბარიერი არ არსებობს და აუცილებლად მიაღწევს ის საწადელ მიზანს. როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოების შემეცნების არ ვიცი კულტურის არ ვიცი რომელია სწორი ტერმინი ნაწილი ისე რომ ადამიანის სრულფასოვნად დაბრუნება მოხდეს სოციუმში. კითხვის დასაწყისში ჩვენ თვითონ ვიცახით რომ სრულფასოვანი საზოგადოების წევრები. ეს ხალხი სრულფასოვანი საზოგადოების წევრები ისედაც იყვნენ. და დღესაც არიან ადამიანები უბრალოდ ვისაც ქონდა გარკვეული პრობლემები და ქონდათ მოხმარება იქნება თუ ნებისმიერი გამოვლინება და ამ ადამიანებს ჭირდება დახმარება. პირველ რიგში ყოველთვის ვიძახი ხაზგასმით ჩვენ თვითონ კარგად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე. როგორ მიუდგეთ ამ ადამიანებს. ვისწავლოთ მათთან კომუნიკაციის სწორი ფორმა. თუნდაც ტერმინები ხო ეს ძალიან ცუდად მოსასმენია პირობითად ადამიანი პროგრამაში არიან მეტადონშიკები, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, ესეთი ტერმინები არის სრულად გაუმართლებელი და მე ძალიან მწყინს ხოლმე და მიკვირს ტელევიზიით ხშირად ვაწყდები პროფესიონალებს გამოდიან ნარკოლოგები, ფსიქიატრები და იგივე ტერმინებს ხმარობენ, რომლებიც არ შეიძლება. ხო ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ მოხმარებასთან დაკავშირებული არის განსაკუთრებული მგრძნობელობები ტერმინთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე მახსოვს წლების წინ, როდესაც იგივე ჩემს საკითხო ბრუნდებით შუშიმობირთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით რამდენად ხშირია გადაცემა მათ შორის ეკრანზეც. ჰქონდა ბუნებრივია რეაქცია, წლებთან ერთად დავამარცხე დღეს მეღიმება ხოლმე ყველა ტერმინზე, მაგრამ განსაკუთრებული ბრძოლა მოვიგე ვთვლი დღევანდელი გადასახადიდან და როდესაც უკვე აღარ მაქვს რეაქცია ამ გამოხატვაზე. მაგრამ ყველას ბუნებრივია ვერ მოვთხოვთ ამ სიძლიერეს შინაგანი მოწყობის რეაგირებთ დღემდე ამ ტერმინებთან მიმართებაში? რა თქმა უნდა, ზოგადად დამოკიდებული ადამიანი, რო ჩავშალოთ ჩვენ ლიტერატურაშიც გვიწერია, ძალიან მგრძნობიარე ხალხია ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანები, ჰიპერმგრძნობიარესაც კი ეძახიან და ერთი და იგივე მოვლენას ჭყალებში რო ავიღოთ პრობლემის მქონე ადამიანი, ნორმატიული ჯანსაღი ადამიანი, რადიკალურად სხვანაირად აღიქვამენ და ემოციების დონე აქვთ ბევრად მაღალი. შესაბამისად, ჩვენ თვითონ საზოგადოება ხშირად ვაწებებთ იარლიყებს, ჩვენ თვითონ ვიყავთ და მე გვიკვირს, რომ რატო არიან ეს ხალხი იზოლირებულები, რატო არსად არ ჩანან, რატო ხდება ესეთი
იზოლაციისკენ მიდრეკილება, კრიმინალი ხშირად ასოცირდება მომხმარებელი ადამიანი, რომ არის კრიმინალი და ის სათარი ნებისმიერ დროს ჩაიდინოს კრიმინალი, იმიტომ რომ მოიპოვოს ნარკოტიკი. ესე ნამდვილად არ არის. პირველ რიგში ამ ადამიანებს სჭირდება კიდევ ერთხელ ვიცახი დახმარება, რომ მან აქვს შინაგანი პრობლემები და ბევრი ფაქტორი ჩვენ თვითონ სოციუმმა მივაწებეთ და ჩვენ თვითონ გავრიყეთ. ძალიან ბევრჯერ სატელევიზიო გადაცემებში ძალიან ბევრჯერ ხსენია, რომ ეს არის არჩევანი და მე თუ დგები დილიჩუც საათზე და ვარჯიშობ, ის რატო არ mbadzავს მე, ხო, რატო არ ვარჯიშობს და რატო თვითონ ირჩევს. არც ესეთი პრობლემის მქონე ადამიანი არ ირჩევს იმას, რომ მაგალითად თავიდან როცა ხდება არჩევანი შეიძლება დავარქვათ მაგალითად პირველ მოხმარებას, ხო, გასინჯვას, ინტერესს, ჩვენ ძალიან ბევრი უფასო ტრეინინგი ჩაგვიტარებიან, ამ ხელა რისკია, თუნდაც ის ერთი გასინჯვა. მაგრამ არც ეს არ ქონია ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე გამოვიდე დამოკიდებული, მე მქონდეს ალკოჰოლთან საწვეში, რა თქმა უნდა, მიზანი არ არის გავხდეთ დამოკიდებულები, თუმცა თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, აი ამ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თითქოს ზრუნვის მაგალითია და დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით. სტატისტიკა გვაქვს ძალიან მაღალი, სავალალოც. კი ბატონო. რას უკავშირებთ ადიქციების აი ამ სიმრავლეს, რომელსაც უკვე აღარ აქვს ქვედა ასაკობრივი ზღვარი, აღარც კი ვიცი, რამდენად დრამატულია ის, რომ ჩვენ გვყავს იგივე მოხმარების ნაწილში არასრულწლოვნების დიდი არმია, ვახსენე კიბერდამოკიდებულება და სოციალური მიმართულებები, სხვადასხვა ადიქციების სიმრავლე. რას უკავშირებთ თქვენ მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც ბოლო წლებში გვესმის, რომ ეს ყველაფერი ცუდია. გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციები, უხვად, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ საკმაოდ ეფექტურ საქმიანობას. მედია აღარ არის ის სივრცე, რომელიც ამაზე ღიად აღარ საუბრობს, ჩვენ აქტიურად ვაშუქებთ ყველა ტიპის პრობლემას, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატში. მიუხედავად ამ ყველა გამოვლენილი აქტივობებისა, რიცხვი მზარდია. რას უკავშირებთ აღნიშნულს? კი ბატონო, შევეცდები უპასუხო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე აქტიურად აშუქებთ ამ პრობლემას. წეგან ახსენეთ გაჯეტებზე, მე ახლა ბოლოს გამოიყო ხო გემბლინგი ცალკე არის, გეიმინგი ცალკე არის, ანუ ეს თამაშ დამოკიდებულებაც კი დაიყო გარკვეულ კლასებად და ძალიან ბევრი თუნდაც სკროლვაზე დამოკიდებულება. კიბერუხასიათობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიტანა უკვე როგორც დიაგნოზი და შესაბამისი. კი, შესაბამისი კოდიც აქვს მინიჭებული. ნახეთ, თუნდაც აი TikTok-ის პლატფორმა რო ავიღოთ, ზოგჯერ 5-6 საათი ისე შეიძლება ადამიანმა გაატაროს TikTok-ის სკროლვაში, დარწმუნებული რომ თავიდან ყველას აქვს ის მიზანი, რომ მოკლე დროში მიიღოს დიდი ინფორმაცია და რეალურად თუ გადავხედავთ და ბოლოს ტელეფონს გადავამოწმოთ, 5-6 საათია რაღაცა გაუჩერებლად სკროლავთ, ხო? ესეც ერთ-ერთი გამოვლენა. მაგალითად დღევანდელ თაობაში რაღაცა ბჭყალებში თუ არ ხარ ძალიან მოხოდილი ტიპი და რაღაცა კლაბერი და თუ არ გულაობ, შეიძლება პირიქით აი ეს ჩვენი თინეიჯერობის ასაკი, ეს 15 წლიდან 20 წლამდე ასაკი, თუ რაღაცა ბჭყალებში მოგულავე ტიპი ვერ ხარ, ისეთი მოხოდილი ჟარგონები რო გამოვიყენო. ჯანსაღი სოციალური მოდელის კრიზისი ხომ არ გვაქვს? კი, გვაქვს. პირადად ჩემი აზრია, მე ესე გლობალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი შეხედულებით გვაქვს პირველ რიგში განათლების ძალიან დაბალი დონე ამ მიმართულებით, თუნდაც რა გამოწვევასთან როგორ უნდა კონდეს რეაგირება. თუნდაც სკოლიდან შეიძლება და ძალიან კაი პრაქტიკაა, რომ სკოლის ასაკშივე შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩართულები და მიაწოდონ ჯანსაღი ფორმა. მარტო ბავშვებთან არა, მშობლებთან და მათ შორის თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ იმ აფეთქებას, რაც მოყვას სქესობრივი აღზრდის საგნის საკითხებს, წარმომიდგენია დამოკიდებულებების ნაწილში რომ გაჩნდეს სასკოლო ვალდებულება, როგორ იქნება რეაქცია ჩვენი საზოგადოების, არც თუ კეთილსაიმედო, მაგრამ საიდან იწყება აღზრდა? ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიძახი. პირველი ნაბიჯები, სადაც დგავს ადამიანი, ეს არის ოჯახი. თვითონ ის ვიწრო სოციუმი, სადაც უწევს ყოფნა. ბავშვს მაგალითად სახლში უნდა კონდეს აბსოლუტური უსაფრთხოების განცდა და აი ეს რაღაც აუღებელ ციხესიმაგრეში უნდა გზნობდეს თავს. განცდა იმისა, რომ მშობლები მე მიიღებენ ისეთ ზუსტად როგორიც ვარ. ხშირად მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, რაღაცა შვილებს ვეუბნებით, რომ აბა რა მოხდა რაღაცა ძალით ვათქმევინებთ და მე ვჯით.
რომ შენ ეს როგორ გააკეთე, რაღაცა შეფასება, შედარება, ის ბავშვი ხომ მეორედ ვეღარ მოვა და ვეღარ გაგიზიარებს, იმიტომ რომ იმას აქვს უკვე განცდა იმის, რომ შეიძლება არ მიმიღონ ესეთი საქციელი და პირიქით ამის გამო დავისაჯო, ხო? პირველი ნაბიჯები პირადად ჩემი აზრია, რომ იქნება ოჯახში. რა თქმა უნდა, ქუჩას, უბანს, სკოლას და სასურველია, რომ ყველა მიმართულებით იყვნენ ჩართულები და თითეულმა ჩვენთაგანმა არ შევწყვიტოთ განვითარება საკუთარ თავზე. მათ შორის ჩვენც ამ დარგის სპეციალისტები დღესდღეობით უამრავი გამოწვევა აქვს სოფლიოში და თუნდაც ეს ნარკოპოლიტიკა, ასე შემდეგ ისე მზარდი ტენდენცია ახალი ნივთიერებების შემოდის, რომ ჩვენც ყოველ დღიურად ესე ფეხს უბავთ და გავდივართ ახალ ტრეინინგებს, იმიტომ რომ ის სტანდარტები მაგალითად რაც იყო 90-იანებში და რაც მიდგომები დღეს დაიხვეწა და ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებებია, რომ მარტო დამოკიდებულების სპეციალისტების ჩართულობა არ არის საკმარისი და სასურველია, რომ ფსიქიატრი იყოს ჩართული, ფსიქოლოგი იყოს პროცესში ჩართული. სასურველია, რომ იყოს ერთი დიდი ჯაჭვი შეკრული, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები, ჯანდაცვა, პოლიცია, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, აი ეს ხალხი ყველა ერთად დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს დავდეთ. მათ შორის სასკოლო მიმართულებით, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა ოჯახს ვერ მოვთხოვთ ბუნებრივია იმუნარებს, რომელიც ჩამოთვალეთ, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს კითხვა, რომ უნდა შემოდიოდეს სხვადასხვა ინსტიტუტები, რომელიც აძლიერებს ამ ნაწილში როგორც მინიმუმ პრევენციას. ბატონო თემო. მაინც გადავალბოთ თვალის თქვენ ახსენეთ ნარკოპოლიტიკა. როგორ აფასებთ ნარკოპოლიტიკას ქვეყანაში? დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ვერ მივასალმებით იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს, ასეთი მოდი მაპატეთ ჩავშლი შეკითხვას. ძალიან ხშირად გვესმის, რომ იქ სადაც ლიბერალურია ნარკოპოლიტიკა, ბევრად ნაკლებია პროცენტულად ნარკოდანაშაული. კი ბატონო. ასე გვესმის აპირისპირო არის ქვეყნები, სადაც მეტად გამკაცრდა განსაკუთრებით რეალიზაციის ნაწილი, იქ თითქოს მზარდი, არ ვიცი, რამდენად მეთანხმებით ამ შეფასებაში. სწორედ ამიტომ მინდა თქვენი კომენტარი, რომ მეთანხმებით თუ არა. როგორ ხედავთ ჩვენს რეალობას დღეს? და სად გვჭირდება განსაკუთრებული სიფხიზლე ან კორექტირება? კი ბატონო, პირველ რიგში აუცილებლად თქვენ წეგან ახსენეთ პრევენცია და ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ იყოს პრევენციაზე ორიენტირებული და თუნდაც მომავალთაობას ასე შემდეგ მივაწოდოთ და წეგანაც ჩამოთვალეთ, ხო ეს ორგანიზაციები იყვნენ ჩართული. დღესდღეობითაც წეგანაც თქვი, რომ აი ძალიან ბევრი გულანთებული ბიჭი, რომელმაც მაგალითად ფიზიკური მხარე მოაგვარა, გასუფთავდა და რეალურად აქვს ის შემართება, რომ სოციუმს და თავის თავზე პასუხისგებლობა აიღოს, ექნებათ პრობლემები იქიდან გამომდინარე, რომ თუმცა ადიქციების ნაწილში მხოლოდ ბიჭი აღარ მოიაზრება. კი ბატონო, სწორი შენიშვნაა, ბიჭების და გოგოების და დღესდღეობით სამწუხარო რეალობაა, რომ თქვენც აღნიშნეთ წეგან ეს ასაკობრივი ზღვარი უკვე არის ჩამოწეული არასრულ ზონებშიც. ადრე პირობითად ეს პრობლემა თუ იწყებოდა რაღაცა 18-19 წლიდან მაღლა დღესდღეობით 14-15 და ძალიან ბევრ არასრულ ზროვანშიც ხდება და გოგონებშიც და ბიჭებშიც და ზასრულ თაობაშიც. და მათ შორის ხშირად ვერც აღიქვავენ, რომ უთხრათ ნარკოტიკი, აი კლუბურ ნარკოტიკს მაგალითად გონიათ, რომ ეს არის უბრალოდ გასართობის საშუალება და ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული, ძალიან ბევრი ტესტირება არის ჩატარებული, მათ შორის საქართველოშიც არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და სუბუქი ნარკოტიკი ესეთი ტერმინიც არ არსებობს. და რასაც იღებენ, ისიც არ არის. და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კვლევა არის და ტესტირება ჩატარებული და გვხვდება 8-9 ნივთიერების მიქსი, რომელიც ფსიქიკას პირდაპირ ანადგურებს. ხშირად გვხვდება სამწუხარო რეალობა, ჩვენთან მოდიან ხალხი და გვიწევს იმის თქმა, რომ რეაბილიტაციას ამ ეტაპზე აღარ ექვემდებარება. და ხშირად გვიწევს გადამისამართება ფსიქიატრიულ განყოფილებებში და მე ძალიან დიდი დრო ჭირდება იმ კოგნიტური უნარების აღდგენას, სამწუხაროდ ძალიან ბევრი შედეგი ისეთიც გქონია, რომ ფიზიკურად რესურსიც აღარ რჩება. ბედნიერი ადამიანი, ბედნიერი ინდივიდი იშვიათად ხდება დამოკიდებული. ბედნიერებას პირადად ჩემი შეხედულებით ვერ მიყიდის ვერც დედა, ვერც მამა, არ არის ბედნიერება წითელ ფერარში ჩაჯდომა და ასე შემდეგ. პირადად ჩემთვის ბედნიერება ასოცირდება იმ სულიერ სიმშვიდესთან, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნასთან და თუნდაც იმასთან, რომ მე პირობითად ის ჩემი შინაგანი თვითშეფასება არ მაქვს რაღაცა მინიმუმ ზღვარამდე, ხო? დამოკიდებული ადამიანი, პრობლემის მქონე ადამიანი, მოდი ესე დავარქვათ, ხო? არ მოიხმარს იმიტომ,
რომ რაღაცა გარეგნულად შეიფუთოს. მას ძალიან დიდი შინაგანი ტკივილი აქვს პირველ რიგში და პირველ რიგში ამ სულიერი ტანჯვის გასაყუჩებლად. ანალგეტიკია, გავიგეთ, გასაგებია, მაგრამ საპირისპირო მოდელიც ხო გვაქვს პრაქტიკაში, შესაძლოა ხშირი არა. კი, ნახეთ, გამართლებასაც შეეხება ჩვენ ყოველთვის ვიძახით, რომ პასუხისგებლობა 100%-ით ეკისრება თვითონ პრობლემის მქონე ადამიანს საკუთარი გამოჯანმრთელების გზას. მის მაგივრად ვერც ერთი მშობელი, ვერც ერთი დედა, მამა და კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ დამნაშავეს ჩვენ არ ვეძებთ და რა თქმა უნდა, დედა, მამა და ის ხალხი, ვისთანაც აღიზარდა, აქ დამნაშავე არ არის. გეთანხმებით, აბსოლუტურად ჩემი კითხვის მიზანი არის ის, რომ საპირისპიროც არ გამოგვივიდეს, რომ საზოგადოებას არ შეექმნას განცდა, რომ ამიტომ აი ამ პრობლემების გამოწვევების ტკივილის გამო უპირობოდ ეს არის ერთგვარი გადაწყვეტა და გამოსავალი, რომ არ შევქმნათ სხვა ილუზია, ამიტომ ჩავშალე კითხვით ეს ნაწილი. დიახ, გასაგებია 100%-ით გეთანხმებით. არავინ არ არის დამნაშავე. აქედან გამოვიდეთ და მეორე, თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია პასუხისგებლობის აღება 100%-ით ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვენ თუ მოვინდომეთ, ხო, ნებისმიერი ადამიანი გავამართლებთ ჩვენ ქმედებას. მაგალითად, მოვიხმარე, იმიტომ რომ რაღაცა ვალი მაქვს, ვიღაცამ უბრალოდ სუდად შემომხედა, ხშირად ქართულ რეალობაში ამინძეც კი დაგვიბრალებია, რომ აი რაფრად გათენდა და დღეს რაღაცა დალევის დღე არის და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანი გარკვეულ დონეზე თვითონ წვიტავს, ხო, და თვითონ ირჩევს, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს. და ვერ დავაბრალებთ ახლა ვერც მშობელს, ვერც ქალაქს, იმიტომ რომ ერთი და იგივე ქალაქში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მოიხმარს და რომელიც არ მოიხმარს. თუნდაც ბედნიერებაზე რო ვისაუბრეთ, ხო, ბედნიერი და ბრჭყალებში უბედური ადამიანი რო ავიღოთ, ერთი და იგივე სამყაროს ხედავს ორივე. აქ მდგომარეობა როგორია, მისი შინაგანი, ვიღაცისთვის ლამაზია, ფერადია სამყარო და ვიღაცისთვის შავ-თეთრია, ხო? ეს ყველაფერი არის პირველ რიგში ჩვენში და ილუზორულ სამყაროში გადადის, ილუზორულ რეალობაში გადადის, ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ ადამიანი და ცხოვრობს თავის ნაჭუში, თავისი თავი არის მარტივად რო ვთქვათ, მისი ციხე. კითხვასაც თვითონ სვავს, პასუხსაც თვითონ ცემს, გადაჭრის გზებსაც, მეთოდებსაც თვითონ ეძებს და რეალურად აი მოჯადოებულ წრეზე დადის. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ, რასაც გაუსვავდი კიდე ხას, ხშირად ესე გონია, რომ პრობლემა არის ჩემთვის პირობითად ნარკოტიკი. და ჩავაჭირე ნარკოტიკს, მერე ამოვიდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ვა, ესეც პრობლემა ყოფილა, ამას ჩავაჭირე, მერე ამოვიდა მაგალითად აზარტული თამაშები და მოჯადოებულ წრეზე უწევს სიარული პრობლემის მქონე ადამიანს. სადაც გამოვლენილია უკვე ადიქცია, მისთვის ხასიათის და ცნობიერების შემცვლელი აბსოლუტურად ყველა ნივთიერება არის ნარკოტიკი, ესე რომ დავარქვათ. მესმის რასაც გულისხმობ. და აბსოლუტური ტოტალური სისუფთავეა იმისთვის საჭირო, რომ მან ცხოვრებაში გადაიტანოს, მე შეძლოს და პროცესები დაიწყოს. ხშირად ოჯახის წევრებსაც არ აქვთ ეს ინფორმაცია და მაგალითად თუ იყო გამოკვეთილი სიმპტომი ნარკოტიკში და ეგრეთ წოდებული დეტოქს კლინიკაში გაიარა, გასუფთავდა ასე შემდეგ, სახში რომ მოდიან რაღაცა იშლება 20 კაციანი სუფრა, მამა რაღაცა 20-იანი ღვინით შემოდგავს და აღნიშნავს რომ ჩემმა შვილმა რაღაცა დაუბრუნდა და თვითონ რაღაცა ალავერდი ვარ შენთან და ასე შემდეგ. საინტერესოა საწყისი ეტაპი. თქვენს პრაქტიკაში ხომ არ დააგროვდა გამოცდილება, რომელიც მოგცემთ საშუალებას ერთგვარი პრევენციის არა, სიმპტომამდელი გამოვლენა შეამჩნიოს საზოგადოების იმ ვიწრო წრემ, რომელიც ყოველდღიურობაში შემოდის კონკრეტულ ინდივიდთან. არის თუ არა საწყის ეტაპზე ამოცნობა შესაძლებელი, როდის არის დროული რეაგირების დრო? კი, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ აქ დაუბრუნდებით ბავშვობას. აი ბავშვობის ასაკიდანაც კი არის ნიშნები, თუნდაც მაგალითად იზოლაციისკენ მიდრეკილება, გაჯეტებზე, ტელეფონთან, ვირტუალურ სამყაროში ყოფნა. ზოგადად ხო დღესდღეობით პირადად ჩემი დაკვირვებით ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს გაზიარების, ოჯახში ერთმანეთთან ემოციების გაზიარების. ხშირად სახში შევდივართ და ერთმანეთს არც ვეკითხებით, დღემ როგორ ჩაიარა, რამე ხომ არ გიჭირს. ანუ ამ გაზიარების და ემოციების გამოტანის დეფიციტი გვაქვს და ბავშვობიდან თუ კარგად დავაკვირდებით, ხო ნებისმიერი ბავშვი იძლევა სიგნალებს რა მიმართულებით უჭირს. ეს ახლა პირადად ჩემი პროფესია არ არის, ეს ალბათ ბავშვთა ფსიქოლოგებს უნდა მიმართოთ, მაგრამ პირადად ჩემი დაკვირვებით, ხო, ძალიან ბევრი სიგნალია იმის, რაც შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი, რომ
დასრულ ასაკში მე გამოულინდეს ესა თუ ის მიჯაჭვულება. თუნდაც ურთიერთობებზე მიჯაჭვულობა, ხო, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენია, ესე რომ ვთქვა და დღესდღეობით ეს სიტყვა დეპრესია, იზოლაციისკენ მიმართულება რაღაცა ძალიან ფართოდ არის, ხო, გამოვლენილი. აქაც მე პირადად თუ მკითხავთ, თუნდაც პარტნიორული ურთიერთობა ბავშვმა უნდა ისწავლოს მშობლებისგან. და მისი მაგალითი უნდა იყოს მშობლები, როგორია ჯანსაღი ჰარმონიული ურთიერთობა. თუმცა დარღვევის შემთხვევაში არსებობს ინდიკატორები, რომელზეც ყურადღება დროული იძლევა რეალურ შედეგს. აუცილებლად. ბატონო თემურ, ჩვენი საუბრის დასასრულს შევაჯამოთ უმთავრესი მიზანი, ვისაც დღეს წამოვიწყეთ საუბარი, ეს არის რესოციალიზაცია და მისი პროცესები. როგორია თქვენი თვალსაჩინით სწორი რესოციალიზაცია? როგორ უნდა დაბრუნდეს აქტიურად ინდივიდის საზოგადოებაში და განსაკუთრებით რომელი ფაზაა ჩვენთან მტკივნეული? კი ბატონო, ესე ცალკე ალბათ ვერცეს ვერ გამოვყოფდი და პირადად ჩემი დაკვირვებით, ალბათ ყველა მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და კიდევ ერთხელ ესე ჩამოვყვები და ვეცდები, რომ პირველ რიგში ჯანდაცვა, თუნდაც სახელმწიფო უწყებები, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ხალხს რო შეუწყოთ ხელი. მაგალითად, მე როცა ცდილობენ, რომ თავის თავზე პასუხისგებლობა აიღონ, ძალიან ბევრს აქვს საბუთები გაფუჭებული, ძალიან ბევრს აქვს ფიზიკურად, მაგალითად, ჯანმრთელობის მიმართულებით. ძალიან ბევრი ადამიანია, რომ მაგალითად განათლებას, ახლიდან პროფესიის დაუფლებას ცდილობს და ფიზიკურად არ აქვს რესურსი და ის რესურსი რაც ქონდა მატერიალური, მაგალითად ჩადო იმაში, რომ როგორმე ესენი რაღაცა მოეშორებინა და პირველი ნაბიჯი გადაედგა, ხო? ხელშემწყობი მრგოლია ეს სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სტრუქტურები, ყველა ერთად თუ გაერთიანდება, ჩვენ სოციუმი და ამ ხალხს არ გავრიყავთ და არ მივაწებებთ რაღაცა იარლიყებს, რომ ყოფილი მომხმარებელი არ არსებობს, ხო? აუცილებლად გავაჟღერებ, რომ სიამაყით და სიხარულით ვიტყვი, რომ საქართველოში, ჩვენ ქართულ რეალობაში ასობით ადამიანი, გოგონები და ბიჭები არიან დღესდღეობით, რომლებიც გამოჯანმრთელების გზაზე არიან და პირადად ჩემი დაკვირვებით ბევრად პროდუქტიულები არიან, ვიდრე 1 და 2 და 3 ადამიანი. მნიშვნელოვანი გზავნილია, მადლობა ამ განწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ ყველაზე ღირებულია ჩვენი საუბარში ის, რაც ახლა გააჟღერეთ. ძალიან მოკლედ კითხავთ და ძალიან მოკლედ მოვისმენთ თქვენს პასუხს, რა სჭირდება, რა აკლია ქართულ საზოგადოებას. თვითონ საზოგადოებას. ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, კონკრეტულად თუ საუბრობთ დაავადებაზე, დამოკიდებულებაზე, სწორად უნდა გვესმოდეს რასთან გვაქვს საქმე. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც არც ერთი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება ესე თავისით ვერ გაქრება და რაღაცა მაგიდაზე მუშტი დაარტყი, კაცი არა ხარ, მოერიე შენ თავს და მამა გაბრიელის საფლავზე წაყვანით და დაფიცებით, ეს პრობლემა ვერსად ვერ წავა. და პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც ვდგავართ ამ მსგავსი პრობლემის წინაშე, რომ ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი თვითონ არ აღიარებს პრობლემას და ოჯახის წევრების მხარდამჭერი რგოლი დაიწყებს მუშაობას თავის თავზე, რასთან აქვს საქმე, ჩვენ მათაც ვაწვდით ძალიან ბევრი ინსტრუმენტს, როგორ შეიძლება პრობლემის მქონე ადამიანი მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ მან დახმარება ითხოვს. ანუ ორივე სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და არსებობს მეთოდი. კი, და დამოკიდებულება ესე ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არის განაჩენი. არის საკმაოდ მძიმე, ვერაგი დაავადება, მაგრამ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, თუ ადამიანს უბრალოდ კიდევ ერთი დღე მისაუფალმა. ძალიან დიდი მადლობა. მე დავამატებდი მხოლოდ ერთადერთს, რომ ჩემი შეფასებით საზოგადოებას აკლია ემპათია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, საკმაოდ მძიმე თემის გაშუქებისთვის. მაყურებელს აქვე შევახსენებ, რომ ბიომეტრიის კითხვებს პასუხობდა ბატონი თემო ქაჯაია. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.